თბილისის მიკროავტობუსებში ახალი FM სიხშირის რადიო ამოქმედება. ეგრეთ წოდებული სამგზავრო რადიო უკვე არსებულ რადიო უცნობის ბაზაზე შეიქმნება. სპეციალური შეთანხმება თბილისის მიკროავტობუსსა და შპს მომხმარებელთა საყურადღებოს შორის გაფორმდა. პროექტის ავტორი გოგა ხაინდრავაა. ახალი რადიოს მაუწყებლობა განხორციელდება თბილისის 1800-მდე მიკროავტობუსში. კომპანია თბილისის მიკროავტობუსში აცხადებენ, რომ სხვა რადიოების მაუწყებლობა ტრანსპორტში არ აიკრძალება, თუმცა ახალი რადიოს ჩართვის მსურველ მძღოლებთან გაფორმდება სპეციალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად კომპანია თავის თავზე იღებს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ჯანმრთელობის დაზიანების დაზღვევის ხარჯებს. ძალიან საინტერესო იქნებოდა პროექტი, რომელსაც ეწოდება რადიო სამგზავრო. ესე იგი, რადიო, რომელიც მოემსახურება უშუალოდ მგზავრებს, მათ ინტერესებს, მათ, ასე ვთქვათ, ის რაც მათ აწუხებთ, ის რაზეც ისინი ფიქრობენ, მიეწოდოს ის ინფორმაცია, ისეთი ტიპის მუსიკა, რომელიც, ასე ვთქვათ, იქნება აი ამ იმ ადამიანების ფენისთვის განსაზღვრული, ვინც ამ ტიპის ტრანსპორტით, ასე ვთქვათ, ამ სპორტ დადის, რომელი მძღოლის თანახმა იქნება მხოლოდ იმ მძღოლს ჩაერთვება ესეთი ტიპის მომსახურება, რომ მის მანქანაში იქნება ერთი რადიო. ხას უსმევ ის ძღოლი რომელიც დათანხმდება მის მანქანაში იქნება ერთი რადიო რომელიც არ დათანხმდება ის როგორც ახამდე იყო ისე იქნება ჩვეულებრივ შემოქმედებითი პროცესი მიდის უკვე დიდი ხანია რომ მოვარგოთ მაქსიმალურად მგზავრების ინტერესებს ჩვენი რადიოს ფორმატი ბევრი ცვლილება იქნება ეს შეეხება რა თქმა უნდა მუსიკასაც რომელიც გადიოდა ჩვენ რადიოში ის მუსიკა დღის განმავლობაში შეიცვლება გადაცემების ფორმატიც უფრო დამოკლდება იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ მგზავრი სამარშრუტო ტაქსში ადის მაქსიმუმ 10-15 წუთით. აქედან გამომდინარე გადაცემებიც შეიკუმშება და ასე შემდეგ. სპეციფიკა იქნება სპეციფიკა იცვლება.